სახელმწიფოსგან დახმარების ბოლოდინში არიან აჭარაში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები. ისინი სამედიცინო დახმარებას, დასაქმებას და საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფას მთავრობას თხოვენ. ომის ვეტერანებისა და დევნილების პრობლემები დღეს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის უფროსმა მოისმინა. აჭარაში ომისა და სამხედრო ძალების 4300 ვეტერანი ცხოვრობს. გივი მონიავა 22 წელია აჭარაში ცხოვრობს. იგი აფხაზეთიდან დევნილია. ომის შემდეგ ვიდრე საერთო საცხოვრებლიდან გამოასახლებდნენ, თვლიდა რომ ბინის გარეშე არ დარჩებოდა. ამჟამად ახლობელმა შეიკედლა, თუმცა მალე აქაურობის დატოვებას მოუწევს. მეპატრონეს სახლის გაყიდვას აპირებს. 8 წელიწადია ცხოვრობაგანი. მეუღლესთან ერთად. ბავშვები პატარა იყო 14 წლის, 12 წლის გაიზარდნენ, გათხოვდნენ, ცოლი მოიყვანეს ყველაფერი, მაგრამ ჩემ ცხოვრ დავჭით მე იმ საქამდე. და ცხოვრ რა დანგრეულ სახში რა წყალმა როწყალი რო ადიდება, თქვენ თვითონ ხედავთ აგერ ყველაფერს. წყალი რო ადიდება შიშის ხეს. ოჯახის ძირითადი შემოსავალი დევნილის შემწეობაა. მონიავები ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე წელია მათთვის სამსახურის პოვნაც პრობლემა გახდა. ტურბაზაში ცხოვრობდით, იქიდან გადმოსულები ორი ოჯახი ვიყავით, არ დაგვაკმაყოფილეს, მოგცეს ერთი ოჯახი და ვერანაირი გასაკანი არ აგვაქვს, რომ გვეყიდა და გვეცხოვრა ნორმალურად. საცხოვრებლის არარსებობა, ჯანდაცვის უზრუნველყოფა და დასაქმება ამ საკითხებზე აჭარაში მცხოვრებმა ომის ვეტერანებმა შუამდგომლობა და დახმარება ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის უფროსს დღეს გამართულ შეხვედრაზე სთხოვეს. არიან ისეთი ვეტერნები, რომელსაც ომში მონაწილეობის დროს მიიღეს ტრამვები, ამაცეთ მიხედვა, არიან ომში დაღუპულები, მათ ოჯახებზე მიხედვა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობის კეთილნებასთან. ომის ვეტერანებმა დღეს შიხიაშვილთან ერთად შეიტყვეს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულების შემდეგ ერთი განყოფილება ვეტერანებს მოემსახურება. სადაზღვევო პაკეტი გავაუმჯობესოთ, რომ სუბსიდიები გავზარდოთ. არ მინდა ეს იქ იქნეს გაგებული, თქოს ეს ხვალვე განხორციელდება, მაგრამ ჩვენ დღეიდან დავიწყეთ აი ამ პრობლემებზე ზრუნვა და ის კითხვარები, რომლებიც დარიგდა და რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია მივიღოთ კონკრეტული პრობლემების შესახებ და პრიორიტეტებიც შესაბამისად სიმწვავის მიხედვით განსაზღვროთ, ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენ მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პროექტები გავაკეთოთ. რაც შეეხება საცხოვრებლის პრობლემას, ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის უფროსმა დამსწრეებს კითხვით მიმართა, იცხოვრებდნენ თუ არა ისინი საზღვრისპირა რეგიონებში. დამსწრეთა 60% საცხოვრებლისთვის შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში წინადადებას დათანხმდებიან, თუმცა შეხიაშვილის განმარტებით ეს ჯერ კიდევ იდეის დონეზე განიხილება.